ნოდარ დარბაიძე ჩვეულებისამე 3 საათზე თენგის ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის კრივის დარბაზში სავარჯიშოდ მივიდა. წარმატებული მოკრივე მომავალი ასპარეზობისთვის აქტიურად ემზადება, რადგან წინ დიდი მისია აქვს. ივნისში აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებს. Ორი დღე არის ჩამოვედით ჭიათურაში, ვიყავით საქართველოს ნაკრები ერთეულის შეკრებაზე უკრაინაში, სადაც მოლდოვეთის ქვეყანა და უკრაინის ქვეყანა და ჩვენ გავდივით ერთეულის შეკრებას და ვარჯიშობდით და ამის შემდეგ ჩატარდა საერთაშორისო აკლასის ტურნირი იქ და მე გავხდი ჩემპიონი, სადაც გავიმარჯვე და გავიყავი პირველი ადგილი. ორ დღეში იწყება ისევ თბილისში ვარჯიშები, მორები, საქართველოს ნაკრები მებრძადებით და მე მიწევს უახლოეს მომავალში ასე დაღლებით მაისისკენ ესპანეთში წასვლა შეჯიბრზე, სადაც გაიმართა აკლასის ტურნირი. და ივნისშისკენ არის ოლიმპიადის სალიცენზიო ბრძოლები, სადაც იმედია კარგად ვიასპარეზებ და ავიღებ ლიცენზიას. ბრაზილიის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანია, რისთვისაც საქართველოს მოკრივეთა ნაკრებში აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა მანამდე სამშობლო და მშობლიური ქალაქი საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებით უკვე არაერთხელ ასახელა. 12 წელს დავიწყე ვარჯიში და მის მერე მოვდივარ ნელ-ნელა და საქართველოს ჩემპიონი ვარ რამოდენიმეჯერ და პრიზიორი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩემი შედეგები გავაკეთო და მივახციო სასურველი ბიზნესი. ნოდარიკომ რამოდენიმე შეკრება გაიარა საქართველოს ნაკრებთან, საქართველოს ნაკრების წევრია, პირველი ნომერია დავიწყო იმ კატეგორიაში. რამოდენიმე შეკრება გაიარა, რამოდენიმე შეჯიბრი საერთაშორისო აკლასის ტურნირები იჩუა, სადაც წარმატებით გამოვიდა. ნოდარ დარბაიძე მისი პირველი მოსწავლე იყო. ამბობს, რომ ნოდარი კრივისადმი სიყვარულითა და შრომის მოყვარეობით თავიდანვე გამოირჩეოდა. 6 წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ყველას აქვს საკმარისი მიზეზი, რომ ნოდარის წარმატებითი ამაყოს. პირველი ჩემი მოსწავლე იყო ნოდიკო დარბაიძე და იონა გველესიანი. ორივე სხვადასხვა, ორივე ძალიან მაგარი ბავშვები არიან, ორივე საქართველოს ჩემპიონები არიან. ნოდიკომ წინა წელს მაქსიმუმი ჩადო თავის კრივის სამყაროში, მე თვითონაც გამაგვირა ახალგაზრდებში წინა წლის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონი გახდა და წლის ბოლოს დიდებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. უკრივი არ გიყვარს ისე მარტო ვერაფერს ვერ გახდები. მე შეიძლება მიდოდეს როგორც თუნდაც გავზარდო მოკრივე, მაგრამ თვითონაც უნდა მაძლევდეს ამის თემას და ეს ბავშვი სუსტად ამისი მაგალითია, რომ ყველაფერს ამას მაძლევს, მასთან ერთად მუშაობა მე თვითონაც მიადვილდება და რავი ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ აუცილებლად დიდ შედეგს გააკეთებს. ნოდარ დარბაიძესთან ერთად ჭიათურის 27 სპორტულ სკოლასთან არსებულ თენგის ჯაოშვილის სახელობის კრივის სკოლაში არაერთი წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენი იზრდება. მათ შორის არიან იონა გველესიანი და ნიკა მონდებაძე, რომლებმაც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზეს და საკუთარ წონით კატეგორიაში გამარჯვებაც მოიპოვეს. ახლა ყველანი ერთად ნოდარს გულშემატკივრობენ. ნოდარი ძალიან კარგად ემზადება შეჯიბრისთვის, იგი გამოდის ემზადება ოლიმპიადისთვის. უნდა იყოს ლიცენზია, ჩვენ როგორც მეგობრები და გულშემატკივრობთ ნოდარს. მე დაახლოებით მე-7 წელია ვარჯიშობ კრივზე, ძალიან შეყვარებული ვარ ამ სპორტის სახეობაზე. რა თქმა უნდა, ამ წელიწადს მესამე ადგილზე გავედი, ძალიან კარგი მეტოქე შევხვდა, მაგრამ მომავალში უფრო გავამჯობესებ ჩემს შესაძლებლობებს. სოფლიოს ჩემპიონობისთვის ემზადებიან პატარა მოკრივეებიც, მაგალითს ისინი სკოლის უკვე წარმატებული სპორტსმენებისგან იღებენ და დარბაზში ყოველ დღე დიდი მონდომებით ვარჯიშობენ. შემიძლია დადიარბოში და წმინდა წარმატებას მივაღწევ და გავხდე სოფლიოს ჩემპიონი. ძალიან მომწონს მე სპორტი და როდესაც მე გავიზრდები და შეჯიბრებებზე წავალ, მინდა რომ მოვიგო სოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ და ჩემი სახელით ვასახელებ ბოქს. ნოდარ დარბაიძე ჭიათურას 2 დღით ესტუმრა, მალე ის ისევ დედაქალაქში გაემგზავრება და მომავალი ასპარეზობისთვის მომზადებას საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გააგრძელებს.